Papuna Pachkoriam, Kulevis terminalis წინააღმდეგ უკვე სამართლებრივი დავა წამოიწყო ერთადერთი მოთხოვნით, რომ Kulevis terminalმა აიღოს პასუხისმგებლობა და დაფაროს ყველა ის ხარჯი, რომელიც Papuna Pachkorias ტერფის ამპუტირების შემდგომ დასჭირდა და ასევე აიღონ პასუხისმგებლობა და შეუძინონ მას ტერფის პროთეზი და გაუკეთონ ოპერაცია თურქეთში და დაფარონ შემდგომ რეაბილიტაციის ხარჯები. Როგორც დაზარალებული Papuna Pachkoria ჩვენთან საუბრისას აცხადებს, სწორედ 1 წელია ამას ითხოვს ყულევის ტერმინალისგან, თუმცა ისინი პირდებიან, მაგრამ პასუხისმგებლობას არ იღებენ და როგორც დაზარალებული ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რამდენჯერმე მივიდა მასთან ყულევის ტერმინალის წარმომადგენლები, დახპირდნენ რომ წაიყვანდნენ თურქეთში, თუმცა საკუთარი სახსრებით მოუწიათ საბოლოოდ თურქეთში წასვლა და შემდგომ ხარჯების დაანგარიშების შემდგომ ყულევის ტერმინალმა ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნა და უთხრა რომ ეს ოპერაცია მხოლოდ საქართველოში ჩაუტარდებოდა მას, თუმცა ოჯახმა წარადგინა ნოტარიულად დამტკიცებული საბუთები, სადაც თეთრი ჩავზე წერია რომ ფეხის ტერფის პროთეზირება საქართველოში არ კეთდება, ამ შემთხვევაში კი ყულევის ტერმინალისგან მიიღეს პასუხი, რომ მაშინ ფეხი ოდნავ მაღლა უნდა მოიჭრას და შემდგომ საქართველოში უნდა ჩაუტარდეს პროთეზირება დაზარალებულ მუშას. Როგორც ჩვენთან საუბრისას აცხადებს, დაზარალებული ის დანებებას არ აპირებს, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ორგანოების დაზიანებაც მოყვა იმდენი მედიკამენტების მიღებით და მოითხოვს აუნაზღაურდეს მას როგორც მორალური, ასევე ფიზიკური დაზიანებების თანხა და ითხოვს მალევე მიიღონ გადაწყვეტილება და გადაიყვანონ ის თურქეთში. Ერთგები, საფერფარეშოში ჩემით ვერ შევდივარ, ჩემით ვერ ვჭამ, ვერ ვიბან, ვერაფერი ცხოვრება ქვია მას. იმ დღიდან 20 ივნისამდე სისხლი წყლად მიქციეს, ყველაფერი ტყუილები. რობერტი მისის თქვა საავადმყოფოში რომ შემოვიდა ჩემთან მეორე დილას და მითხრა რომ რამ გააქთიშაო ასეო შუა ლიანდაგში რომ მიდიოდიო. რას ქვია რამ გამთიშა მეთქი მე უთხარ. მე სად მივდიოდი ჯერ ერთი და შუა ლიანდაგში არ მივდიოდი და შენი მემანქანე რამ გათიშა მეთქი მე უთხარ. ვეხვეწებოდი, წამიყვანეთ მეთქი მე უთხარი თურქეთში. წამიყვანეთ მეთქი არ მინდა თქვენი ფული გამოუშვი თქვენი ერთი თანამშრომელი ხო და მითხრას თურქეთმა რომ ამ ეტაპზე კეთდება ან არ კეთდება, თუ არ კეთდება ოპერაცია და თუ არ კეთდება ფუნქციური პროთეზი, მაშინ საქართველოში გავიკეთებ მეთქი მე უთხარ. მოვიჭრი ფეხს და გავიკეთებ საქართველოში მეთქი. ისიც არ გამიკეთეს 1500 თუ 1600 დოლარი კამეჩი გავყიდე, ძროხები გავყიდე, ყველაფერი გავყიდე. ჩემი დიშვილი წავიყვანე და ჩემი ხარჯით წავედი და მოვიტანე კალკულაცია და ყველაფერი რაც მითხრა თურქეთმა ოპერაცია 9000 დოლარი ჯდება, 6700 ევრო ჯდება პროთეზი, გერმანული პროთეზი, ფუნქციური პროთეზი. ეს ყველაფერი გამაყიდიეს, ყველაფერი არაფერი არ დამჭა. ჩაგერიცხავთო ამ ორ თვის ხალხას თუ დაგთანხმდებიო საქართველოში მკურნალობას. ესე იგი რას ნიშნავს? მომიწერთო ხელსო, რომ თანახმახარო საქართველოში მკურნალობა. ესე იგი მომეჭრა უნდა აქ ფეხი კიდევ და გაეკეთებიათ აქ იგი. რა ქვია იმას პროთეზი თბილისში. Როგორც დაზარალებული Papuna Pachkorias და ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მთელი ამ დროის განმავლობაში მათ რამდენჯერმე მიმართეს ყულევის ტერმინალს, თუმცა მათგან ერთადერთი პასუხი ის მიიღეს, რომ გამოუგზავნეს მემორანდუმი, სადაც წერია, რომ როგორც Papunas, ასევე მის ოჯახის წევრებს ეკრძალებათ საუბარი ამ თემაზე, როგორც ერთმანეთთან, ასევე თუნდაც სოციალურ მედიაში და სხვადასხვა ტელევიზიებთან გააკეთონ კომენტარი და დაადანაშაულონ ყულევის ტერმინალი და პასუხისმგებლობას მხოლოდ Papunas აკისრებენ. ისინი აცხადებენ, რომ Papuna საერთოდ არ უნდა ყოფილიყო იმ დღეს იქ და არ უნდა შეესრულებინა ეს სამუშაოები, თუმცა როგორც და აცხადებს, პირველივე დღეებში სულ სხვა პასუხს ებდნენ ყულევის ტერმინალის წარმომადგენლები მათ და აცხადებენ, რომ ყველანაირი უსაფრთხოების ნორმები იმ დღეს იყო დარღვეული. ამას ადასტურებს ასევე ჩვენთან საუბრისას დაზარალებულის ადვოკატი და აცხადებს, რომ ჩვენებები ძალიან ბევრჯერ არის შეცვლილი საგამოძიებო უწყებაში, როგორც Papuna Pachkorias უფროსობისგან, ასევე სხვა ადმინისტრაციის წევრებისგან. სამსახურში შესვლის დროს შეხვდა მისი უშუალო უფროსი რობერტი კაჭარავა. მან იცოდა სად მიდიოდა Papuna და იცოდა რომ უნდა ემუშავა თვომავალს.
რაც თქვა აგრევე დაკითხვის ოლქში რობერტიმ, რომ ვიცოდი, მაგრამ პაპუნასთვის არ მithქვია. გამოდის, რომ სასაკლაოდ შეუშვა ჩემი ძმა იქ. ეს ინციდენტი მოხდა, გადაიყვანეს სენაკში, სენამედის კლინიკაში, სადაც მოხდა მისი ფეხის ამპუტირება. მაშინ გვითხრეს ყულევის წარმომადგენლება, რომ გადავიყვანდნენ თურქეთში, უბრალოდ ჩვენ ოღონდ არაფერი არ გვეთქვა, ოღონდ წინააღმდეგი არ ყოფილიყავით. გაკეთების შემდეგ რამდენიმე დღეში სახლშიც მოგვაკითხეს ყულევის წარმომადგენლებმა, გვითხრეს, რომ ეს არის საწარმოო ტრამვა, არ არის სალოდინო და უნდა წავსულიყავით. პაპუნა 13 თვე არის გაუსაძლის ტკივილებს იტანს. ძილშიც კი ტკივა. და ჩატარდა ორი ექსპერტიზა, პირველი ექსპერტიზის დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით, პაპუნა პაჭკორეს არ შეეძლო თავიდან აერიდებინა აღნიშნული საწარმოო ტრამვას შემთხვევა, ხოლო მეორე ექსპერტიზის დასკვნით უკვე ტერმინალი მას აბრალებს, რომ თითქოს მან დაარღვია გარკვეული უსაფრთხოების წესები, არ იმუშავა რამოდენიმე პირთან ერთად და იდგა ესე იგი რელსის შპალებთან ახლოს. თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მას არანაირი ინსტრუქტაჟი არ ჩატარებია სამუშაოს ამ კონკრეტული სამუშაოს ჩატარებასთან დაკავშირებით, ის იყო ლიანდაგის შემკეთებელი, არ იყო სარემონტები შეწამული სამუშაოები დაკავებული, მას მხოლოდ ერთხელ დაევალა ეს. მის ვერ აირიდებდა ამ საწარმოო შემთხვევას თავიდან. ფოთის რაიონული სასამართლო იხილავს ახლა ამ საქმეს. პირველი სხდომა უკვე ჩატარდა, თუმცა შუამდგომლობების საფუძველზე გარკვეული დროით გადაიდო. პაპუნა პაჭკორია და მისი ოჯახი აცხადებს, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და ყულევის ტერმინალს თხოვენ აუნაზღაურონ 1 წლის განმავლობაში ის ხარჯები, რომელიც ოჯახმა გასწია და ასევე ისინი ითხოვენ მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურებას.